წავიდეთ დაპირებულის გასაკეთებლად. ჯერ პირველ რიგში უნდა ვნახოთ, ყოყლოყო, გამარჯობა. პირველ რიგში უნდა ვნახოთ მასალა, რომელიც საკმაოდ ბევრი რაოდენობის მაქვს. უბრალოდ როგორი გააჩნია. აქ ორნაირი არის. ერთია დაპრესილია ეს ნახერხივით, რომ ამას ვიყენებ ხოლმე. აი ამას არ ვიყენებ. ის როა ფენა როა, იმიტომ რომ რა ხერხსაც ვიყენებ მე. ეცა თვალები ხო რა გაქვს გასაწმენდი 2 წამი. რა ხერხსაც ვიყენებ. ის აფუჭებს ამ ყველაფერს რა. ანუ ტეხავს. მე მგონი ეს გამომადგება. აბა ჩამობძანდი. კი, თან თხელია. გამოდგება. ეხლა ამისთვის დამჭირდება ფანქარი, ხერხი. გამოვიტანოთ, გავხერხოთ. შემდეგ ესე მოკლე იმას გავაკეთებ, მონახას რაცაც ვაკეთებ, ეს აქ მივაყუროთ. ხერხს ერთი ხელით ვერ გამოვიტან, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა. 2 ხელი უნდა და თან ესე. ხო და ეს მინდა. ფანქარი მინდა და რომ მონახაზი გავაკეთო მოსახერხად. და ამ ყველაფრის შემდეგ იწყება მთავარი. უნდა გაკეთდეს ჯერ. უნდა დაიხატოს ჯერ. აი რას ვაკეთებ, გითხრათ. ვიზუალურად რომ აღსაქმელი იყოს, მაგრამ ეს არ გამიკეთებია. ერთადერთ ხელა მაქვს გაკეთებული. აი ამ მთლიანი იმით. ვინც ახლები ხართ, ეს არის ქვებით გაკეთებული გოგო. ეს არის ჩემი გოგო. ეს არის ოცნება რომ ჩემ სახლის კედელზე ესეთი რაღაცები ყოფილიყო. პირველია რომელიც გავაკეთე ეს ჩვენ ვართ ჩვენი ძაღლებით და კატა რომელიც აღარ ყავს. კუდაც არის მან. მეორეა ეს. მესამეა ეს ქალბატონი რომელიც უზომოდ მიყვარს და მსგავსი ტიპის მინდოდა აუცილებლად გამეკეთებინა პროფილში ჩადრიანი აფრიკელი ქალი, რომელიც აი ყოველთვის მინდოდა ეგეთი რაღაცა გამეკეთებინა. და რო გავაკეთე, აი ეს თვალი არ ქონდა. ანუ ხატვის დროს გადავწყვიტე რომ სახე არ ქონოდა რა. და მე მივხვდი რომ რაღაცა ძალიან დებილობა და არ გამოდიოდა ისეთი როგორც უნდა ყოფილიყო, ამიტომ შემდეგ თვალის გავუკეთე და უკვე ჩემთვის სრულყოფილი გახდა. რაც შეეხება ამას, ეს არის გაკეთებული ქვებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემთვის ქვა არის ერთ-ერთი ხესთან ერთად ერთ-ერთი ხე და ეს. ძალიან მაგარი მასალა. და ლოკოკინები. გეფიცებით, მე არ გამომიშვია ესენი სახლიდან და არ გამომიყრია, ცარიელები ვიპოვე და იმის გავაკეთე. აი აქ ერთი ჩამოსძვრა და ერთის ძვრება. მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება უსახკარო ლოკოკინებს რადალებს და ესენი არის, რა თქმა უნდა, აი ესეც ცოტა ფამფალებს, ამებს გავამაგრებ აუცილებლად. მეგონა რომ გავაკეთებდი, მალე დაზიანდებოდა, იმიტომ რომ ეს არის შეღებილი გუაშით, ჩვეულებრივი სახატავი გუაშით, უბრალოდ დამცავი იმისთვის გავაკეთე, გადავუსვი ხის ლაკი. ესენია ხეები და ეს არის მავთული საყურე რითიც არის გაკეთებული. გადავუსვი დამცავად ლაკი, იმის მერე გავიდა 3 წელი მე მგონი იდეალურ მდგომარეობაში გამოიყურება ეს და მithumetes ეს. მერე შარშან პატარა ექსკურსიას გაგიკეთებ და იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერს მერე უფრო მეტი შევძე. ხო, სუსუ პირველი იყო მე მგონი ეს ჩვეულებრივი უსახური ფარდა, ფანჯარა, რომელზეც თეთრი ფარდა იყო ხოლმე უბრალოდ ჩამოკონწიალობილი, რომელიც სულ იტურტლებოდა, სულ იწუნკლებოდა და ძალიან პადულის ჩაბეჭდილებას ტოვებდა. ამიტომ ის ფარდა ჩამოხსენი და მოხატე. ამიტომ ფარდა აღარ არის საჭირო. შემდეგ იყო პადულის კარები, რომელიც გამოიყურებოდა მართლა იგივენაირად უსახურად. იყო თეთრი ფერის და ხელს რო კიდევდით იმ ადგილებზე შავდებოდა და წარაბარაწმენდა უნდოდა და არ წმენდავდით. იმიტომ რომ პადულისა იყო მაინც, იმიტომ რომ შეგით ნახეთ. შეგით ყველაფერია. ანუ აი ეს კარტოფილები, რამე რუმეები, კინაკავეულობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ჩვეულებრივი პადულის კარები ვაქციე პატარა პრინცად. იმიტომ რომ ეს ილუსტრაცია ძალიან მომწონახობე ბავშვობაში. ეს მეორე.
ეს იყო შემდეგი ჩემი სარკე, რომელიც ესე გქონდა ხოლმე, მტრიანია, ამაზე არ გამლახოს დომესტოსიანებმა. ჩემი სარკე, რომელზეც ანალოგიურად დავაწებე ქვევი და გავაკეთე ასე ამ თოკით. რომ მინდოდა რომ გარეთაც ყოფილიყო სარკე, თან ესე ვიზუალურად ლამაზი იქნებოდა. და გვერდზე გავუკეთე საყვავილე ნიჟარებით. და ძალიან კაია ზაფხულში. ანუ აქ ისეთი ყვავილია ჩარგული, რომ გაზაფხულზე ამოდის ხოლმე რა. პეტეწინა და 2-3 ნიჟარა. მერე მომიდა ეს ყველაფერს ყვები არაძველებისთვის. ძველებიც თუ ვიყურებთ, უნდა ვიყუროთ თვალისფრად და ხუჭავთ. უბრალოდ ახლები ყავს ძალიან ბევრი ამ დროს ნამატი. მერე ჩემში გაიღვიძა პაპაჩემ. პაპაჩემი იყო მლესავი. ხო და გადავწყვიტე, რომ მოდი მეც გამოვიყენო ცემენტი და ქვიშა და ეგეთი რაღაცები და რა თქმა უნდა ქვები. ამიტომ მე და ნინო ჩავედით ქვევით უბანში, ავაგროვეთ ძალიან ბევრი ქვები. დაახლოებით როგორც ვიცოდი, თეორიულად ისე მოუზილე თუ აურიე ცემენტი და გამოვიდა აი ესეთი რაღაც. ესეთი მეგონა რომ ესეც გაფუჭდებოდა, იმიტომ რომ პირველი ხელი იყო და ძალიან მართლა მეგონა რომ ისე გავაკეთე, რომ რაღაცა როიტყვენ პროპორციებს ვერ დავიცავდი და სკლებოდა ჩამოიშლებოდა, მაგრამ ფაქტი არის რომ კარგად არის, ესეც რა თქმა უნდა არის გალაკული. ასე და შემდეგი მაი ეს არის ის ქვები შე რომ მაჩუქე ზღვაზე რო იყავი, ხო გახსოვს? და სხვა არაფერი არ შემირებია, ეს გავაკეთე ზღვის ქვებით, აი ეს ფერადები არ არის ზღვის, ფერადები არა, ეს დანარჩენი ყველა ზღვის ქვა არის და ეს ფერადები კიდე მაჩუქეს დეკორატიულმა ქვებმა Facebook გვერდიდან. და იქ ანალოგიური სტილით გავაკეთე აი ეს უბრალოდ. აქაც მინდოდა რაღაც, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და უბრალოდ რომ კედელი დამეფარა, მასი არ მინდოდა. ეს მამარდა. ეს ჩემი მამარდა. ფეხები დაბლავჭო ყოფილი. ხო, აქვს ფეხები. ასე კიდია რა. თავისთვის. ეხლა ერთადერთი კიდე რაც მინდა გავაკეთო, აი ამ კედელზე, ამასაც ვიტყვი და წავალ დაგანებებთ თავს გეფიცებთ. აი ეს კედელი მინდა შევავსო, როგორც ახლა ის ქვები იყო, ცემენტზე გაკეთებული, აი ესა. ზუსტად ანალოგიურად, ოღონდ ქვების მაგივრად მინდა რომ იყოს ბევრი წვრილი სარკე. ნატეხი. არ ვიცი, მგონია რომ კაი გამოვა, იმიტომ რომ ინტერნეტში მსგავსი მთლიანი სახლი ვნახე და უზარმაზარი სახლი იყო, წვრილი კორპუსები იყო, არ ვიცი რომ ქვეყანაში ულამაზესი იყო და მინდა რომ აი ეს, აი მთლიანად ეს კედელი მაგით დავფარო. ნახოთ, პირველი ვინც სარკე მომცა, ეს არის თეო. თეოს მადლობა, დიდი სარკე მომცა, არ მჭირდება მე და რაც გინდა ის უყავიო. ბიბლიოთეკაში მაქვს ახლა ის სარკე და როდესაც მაგ ეტაპამდე მივარ, Facebook-ზე დავწერ, რომ მინდა ძველი სარკეები. და აი ნახე, ხელა სარკე მაქვს. აი აქ. თეომ რაღაცა გააკეთა და ვერ გამომივიდაო და აღარ მინდა მეო, თუ გინდაო წაიღო. ასე რომ წამოვაპროციალე და გადასაყრელი სარკეების მეტი რა არის? იმ ცრუწმენას არ ვიჯერებ, რომ გატეხილი სარკე არ შეიძლება ოჯახში, რა გატეხილი უნდა დავშალო პატარა ნაწილებად და მე ეგ სარკეები უნდა გამოვიყენო. ასე რომ ეხლა რასაც ვაკეთებ, მოდი იმას გავაგრძელებ. გამოვიტან ხერხს და მოვხერხავ და მოხერხვის შემდეგ დავხატავ და ხატვის შემდეგ მოვიძიებ ქვებს, რადგან უნდა დავაკრო. ხო, ერთი მასალა მაქვს კიდე სანახავი. წეღარ ფიქრობდი რომ მგონი მაქვს თქო და კი მაქვს, მაგრამ ეს არის თეთრი, თეთრი მე არ მინდა. ეს არის სილიკონის წებო, რომელიც არ მინდა მე. ანუ მე მინდა უფერული. და მოდი იმედი დავიტოვოთ, რომ თეთრი განა არ დააწებებს, უბრალოდ ძალიან დაიფრთხილო, რომ თეთრი არ გამოჩნდეს რა. აი, არ უნდა გამოჩნდეს. და ძალიან იმედი მაქვს, რომ ვაიმე თვითონ რკინის ფისტალეტში იქნება დარჩენილი და დიახ არის. იმედია
აუ ძალიან ცოტა არის, მაგრამ იმედია მეყოფა. თუ არა და ეს გამოვიყენებ, არა უშავს, აი ეს ამწებოთი ვაწებ. მოკლედ ყოველ შემთხვევაში ამ მერცალს რამენაირად ვამყოფი. წავედი ახლა, ბევრს აღარ გელაპარაკებით, იმიტომ რომ დაახლოებით წინა მაქვს 3 საათის საქმე. სულ ცოტა რომ არაფერს რო არ მეუტრიალდე. დავიწყოთ. გავამზადე ყველაფერი, მოკლედ. სანამ ეხლა დავიწყებ. აი რაღაცებით. სანამ ეხლა მე იმას დავიწყებ და რა თქმა უნდა ის უნდა ცალკე ვიდეოც შემოგთავაზოთ, ანუ არ გეგონოთ რომ ეს ვიდეო რო დავდე გადაგაგდეთ და რაღაცა, აი ყველაფერი მზათა მაქვს უკვე. უბრალოდ ესა ხანი ამოვიქაქანებ და დავიწყებ. ის ცალკე ვიდეოც მინდა მართლა დავდო, უნდა ის გავაკეთო ქვების ხერხით გამოვაბრძანე. ხო და შეცივდა რაღაცნაირად და მოდი მეთქი ავალ და ეხლა რაც გავაკეთე იმას მოვყვები. ძალიან მაგარი რაღაცა გავაკეთე ეხლა. ორ შაბათს მოზილე ცომი, ხაჭაპუროდის გაგიკეთეთ თუ სამშაბათს. ნუ მოკლედ, ან შაბათს, ან სამშაბათს თქვი კიდეც ვიდეოში რომ მოზილე ნანუშკის ცომი, ლავაშის ცომი რო გვასწავლა, ხო და? ხო და ისა ოღონდ გადავაფენოვნე მე რა შემდეგ კარაქი, ბლომად კარაქი და 1-3 კიდე გადავზილე ესე, კაი ფენოვანი ხაჭაპური, სინამდვილეში ძალიან მაგარი ფენოვანი ხაჭაპური გამოვიდა. ნახევარი შევინახე და თან ჩემ თავს ვეუბნეოდი რომ შევინახე 5 შაბათისთვის. რადგან კარაქიანი იყო ხა 4 შაბათ და პარასკევს ვერ გამოვიყენებდი. შევინახე 5 შაბათისთვის და რამეს გავუკეთებ მეთქი, ან ისევ ხაჭაპურს, ან კარტოფილს, ან ლობიოს, მოკლედ. უბრალოდ მარხვის დღე არ მინდოდა ყოფილიყო, რომ კარაქით იყო ეს, ანუ არასამარხო კარაქით იყო დაფენონებული, თორე ისე ან დაჩას, ან იმას ახმარობ ხოლმე ლუნას. ხო და თან ფიქრობდი რომ ანუ იქამდე გამიქაჩავს, ანუ ის ცომი არ არის, რათა დღეები როს ძლებს და რაღაცა და ნუ კაი, იყოს გაკაჩავს, არ გაკაჩავს და თქვენ კარგად იავთ. ნუ მოკლედ გუშინ გავაკეთე ლობიო, ეხლა და ვფიქრობ. მოდი მანან ეხლა კაი ლობიანი გააკეთე მეთქი და გუშინ ამოვიღე ლობიოდან, რადგან უკვე გვიანი იყო რომ შენელება რომ მოვჭი, ანუ ამოვაცალე და ის ლობიო რიციც უნდა ლობიანი გამეკეთებინა დღეს. ცომი ხომ აქვს მაცივარში, მაქვს, ხო და დილასო ჩავედი, ეს სამოღებული ლობიო გადმოვიტანე ქვაფში, მეთქი ერთ წამოვადუღებ, ჩავჭყლეტავ რომ ძალიან მშრალი არ გამოვიდეს მეთქი და ის იყოს აი რაღაცა წებოვანი რა, რომ მე არ მიყვარს ხოლმე იმაში და კარტოფილის ჩახარშვასაც ვაპირებდი 1 წელს, იმიტომ რომ კარტოფილს ხო ის კრახმალი აქვს, ის წებოვანი ის და კრავს რა და კარაქი მეთქი. ასე გავაკეთებთ ხო რა და კიდევ კარგი, ანუ ლობიო რო დავდგი და ცოტა წყალი რო დავასხი, სანამ კარტოფილს ჩავამატებდი, ანუ მოსახარშად, მეთქი შეგვე იხარშოთ, ცოტა ჩავაჭერდი. გამოვიღე მაცივიდან ცომი და რო გავხსენდი, გადავხაკდი, იმიტომ რომ გაფუჭებული. ეხლა ვფიქრობ გავხედე რა გავაკეთო იმ ლობიოთი, რო თუხთუხებს იქ პატარა. ესეთი ქვაბით. ხო და გავხსენი მაცივარი ვიპოვე ყველი, ჩავაჭერი შიგნით ყველი. თან დუღს. ხა ყველი რო ჩავაჭერი, ელარჯივით იწელებოდა უკვე. ყველი ჩავაჭერი და ვფიქრობ ეხლა რაღაცა მაინც აკლია. მარილი არ მიქნე, იმიტომ რომ მარილიანი იყო ყველი. გამოვიღე სუნელებიდან რა ვუყურებდი, ცოტა ქონდარი, წიწაკა და დაფნა რაღა და რეჰანი მქონდა ხმელი. ჩავაყარე. სხვა რაღაცები აღარ ჩავაყარე. მოურიე, ამოვზილე გებრიელად რაღაცა და ეხლა ვფიქრობ რომ რაღაცა აკლია კიდე. ხო და ეს ბოლო ინგრედიენტი სანამ გამოვიღე, ყველა ვარიანტში ვიცოდი რომ ეს ინგრედიენტი უნდა გამომიღო და გამეკეთებინო. მანამდე Facebook-ზე დავწერე პოსტი. აი ეს პოსტი, რომ ისეთი საჭველი გავაკეთე ოჯახში, პირველად გამიხარდა რომ სიკვდილი დასჯა არ არის საქართველოში. ამ პოსტის შემდეგ გამოვიღე მაცივიდან 1 კვერცხი და გავთქვი. გავთქვი 1 კვერცხი და ამ დუღილის პროცესში, როგორც ის ჩახოხბილს უშვები, ესე ჩავახარ, ესე იგი, ხო, კარაქი, ბლომად. კვერცხს საერთოდ არ ეკ. კარაქი. შედეგს გეტყვით ახლა. კარაქი, ლობიო, სუნელები, ნუ რაღაცები,
კვერცხი, ყველი. ბევრი არა, 5 ინგრედიენტი, მეტი რა თქვი. ხო და ამოვზილე და სინამდვილეს გავსინჯე და ეხა არ ვიცი მე რო გავაკეთე, იმიტომ მომეწონა თუ გადასაღურელად რომ ვერ გავიმეტე, იმიტომ მომეწონა, არ ვიცი. ამიტომ დავტესტე მაგასობაში მამიდაჩემს ველაპარაკებო და კვდებოდი სიცილით და მირეკა რომ აბა რა კეთს გააკეთე, ეგეც საციხეთ რომ გაიხადე საქმეო და რა ვიცი ესე გავაკეთე მეთქი თან ვიხოცებოდით სიცილით რა ესეთი რაღაცა გავაკეთე და მე შეჭამე მაგასო და მოდი მეთქი დავტესტოთ და ანუ ლაივში როგორ მამიდაჩემს მესენჯერით ველაპარაკებოდი და ჯამში ჩავასხი ეს ცოტა ჩავასხი ცოტა პურიც მივატანებინე ხო ვიცი ხა ნინო რო ყველაფერს ეჭავს და ამოვიტანე და ნინო სანამ ცხელია ჩარაჭამე მეთქი და თან ესე გავაგრძელე მამიდაჩემთან ლაპარაკი და ნინომ რა გააკეთა მოდი და ვუთხარი ან იმის რა ქვია იმას კაცო რომ ძალდატანების გარშე იცი როგორ არ შიოდა მაგრამ ცეკვიდან ახალი მოსული იყო და მოდი მეთქი ნინო ცოტა დაგისხი სანამ ძალიან ცხელია მეთქი სანამ გაცირდება მეთქი ცოტა ბა ჭამე თან გასინჯე როგორია თქო და ჭამა რა ჭამა ბოლომდე შეჭამა გემრიელად შეჭამა შვენივრად შეჭამა რა ჭამა მოგეწონა თუ არა ყველი მარილიანი იყო ერთის, ნუ ცოტა წყალი რო დავამატებში. ცოტა ბრინჯი თუ ჩავხარ რომ გამოდგება. თავისუფლად რა გავაკეთე? ლობიანი და გამეკეთებინა. სულოჩი ეგზეგნი. მომეციება. ეგ ჩვენ რო ვიყიდეთ გუშინ ის არის არა? არა, ეს წლებია გვაქვს. წლებია გვაქვს. აბა ეხლა რო ცდუნება ვიყიდეთ, ეს არის ხო? ცდუნება და შეცდომა სხვადასხვა. ეს სხვადასხვა? ეს რა? ეს სანიშნებია. რა არის ჩასანიშნებული? ეს უნდა შეინახო? ნათია ჯაგოდნიშვილი. ნათია ჯაგოდნიშვილის ფან-კლუბია ჩემო ჯო. ყველანაირი წიგნი მაქვს. მე რა მაქვს ამას აქვს. ხო და ესე ხალხო გავაკეთე ესეთი უცნაური საჭმელი, რომელიც შეჭამეს. ჭამა ჯერ ამან ჭამა და ბარბარე ცაბა ჩავა და გასინჯავს და ობიექტურად გვეტყვის რა საჭმელია, უბრალოდ როგორი საჭმელია. 3:25 წუთი, ამიტომ 3 საათისთვის მე შევჭამ. მე ხო თქვი რომ 12-ზე შევჭამე ცოტა მეთქი და მე შევჭამ. ნუ რაც შეეხება რომ გავსინჯე უბრალოდ რომ მეთქი რაღაც და მივხვდი რომ მარილი მეტი ჰქონდა მაგას წინ ვერ დაუდგებოდი იმიტომ რომ ყველი იყო ჩახარშულში გეუბნებით რა გააკეთეთ რაც რამე გადასაგდები გაქვთ არ გადააგდოთ ყველაფერი გამოიყენება და ყველაფერი გამოყენებადია მით უმეტეს სახში თუ არსება ცხოვრობს რომელიც ყველაფერს ჭამს რა გინდა ჩემგა აი ესე მამიდა ჩემაც კარგად გულიანად იცინა და ესე. წავედი. მოკლედ ბევრი რო აღარ ვილაპარაკო და გადაგდებათ რო არ გამომივიდეს. პაპა ჩემი ესე იდებდა ხოლმე ყურში ფანქარს ძალიან მაგრად მახსოვს. გავაკეთე მოკად იმ საქმეს გადაგდება რო არ გამომივიდეს. მეც მახსოვს. თუ სად გახსოვს ხოლმე პაპა ჩემი? მე მიყვარს მეთქი ეგრეთ ხო? მეთქი მახსოვს. რა ვალიკო ეს შორე გეფიცები სანამ ვიდეოს დავიწოვდი მანამდე ახლიდან დავიწანი, მაგრამ ეს გამოშვერილები მაქვს ხოლმე რა ვქნა. ვიცა ეგ ჩავტელო. პაპა სამუშაოზე რომ მიდიოდა ხოლმე, ჰქონდა დიდი ცხვირსახოცი ერთი, რომელიცაც ცხვირსახოცად არ იყენებდა. კუთხეებს გადაუკვანძავდა და თავზე იფარებდა ხოლმე. ნუ მტვერი ისე ჩასდიოდა, მაგრამ აი თუ მზეში უწევდა ხოლმე რაღაცა და მუშაობა რა კეპკას და რამის ხوارი ხმა ჯერ სად იყო მაშინ კეპკა და ის და ფანქარა კიდე ჰქონდა ხოლმე ყურში, აქეთ კიდე სიგარეტი. მაშ ასე. ხო და ჩემში მაგალითად პაპა ჩემის გენებმა ამ ბოლო პერიოდში გაიღვიძა, იმიტომ რომ ეს რაღაცებს ეხლა და ეხლა მივდებ. მივდებ და თან აი რაღა დაგიმალოთ და ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მაინცებს, როცა რაღაცა შენი ხელით აკეთებ და თან ერთი სული მაქვს მეც რო გავაკეთო. მოდი დიდხანს, აი ფანქარი მომდვა. ფანქარი დავკარგე. აუ ნინო მოდი აბა ქუდში ჩამივარდა ალბათ. მაგ არა, ქუდში ნახე აბა უკან. ერთი სული მაქვს ნახო და
არ არსებობს გოგო მანდა გავაკეთო, იმიტომ რომ ხმეთან ერთად მეც მაინტერესებს შედეგი. მე ნინუქებზე გავიდეთ. დიდები არ პატარები მოვკრიბოთ წვრილმანები. შეიძლება იქ ჩვენთან ქვიშაზეც ეყაროს ეგ რაღაცა. არა, ძანსკრებია. ნახოთ. მოკლედ წავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და აი მომავალი ვიდეო აუცილებლად შეიძლება 5 წუთიანი იყოს, 10 წუთიანი, მაგრამ აი 99% თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული თუ ნადრევის სტუმარი ვინმე არ მოვა, თუ ვისეთი ვინმე არ მოვა, რომ შევწყვიტო ამის მერე ვიდეო აუცილებლად იქნება ეს ვიდეო. და სწრაფად მინდა გავაკეთო. წავედი ხა დაგემშვიდობებით მართლა მომავალ ვიდეომდე უკვე აი ამ ვიდეოც შემოგიერთეთ.